გადაცემას დავიწყებთ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელთან ინტერვიუთი. დავით კაცარავა საქართველოში არ იმყოფება, ელისონ მასთან ერთად გაიხსენა რა უძღოდა წინ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნას, როცა ის უკანონო ბორდერიზაციაზე ლაპარაკობდა, ოცნება მაშინ ტროლებს უგზავნიდა. დღეს კი ოლიგარქის ხელისუფლებასაც მოუხდა მათი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის აღიარება. კაცარავა ამბობს, რომ გომელაური დანამდვილებით იყო საგუშაგოს გახსნის შესახებ საქმის კურსში. კიდევ ვინ რა იცოდა, როგორ შემოატრიალა ოცნებამ თავისივე ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ ფაქტები და მოვლენები. აქვე გავიხსენეთ, როგორი იყო ოცნების პოლიტიკა. 13 წელიწადში ათეულობით საგუშაგო გააუქმეს, მათ შორის იქ, სადაც ოკუპანტებმა გიგა 82-ია სასტიკად მოკლეს. კაცარავა ოცნების ფიზიკური ანგარიშწორების სამიზნე გახდა, მას ახლა Facebook სტატუსის გამოცედავებიან, მაგრამ განაგრძობს ანტისაოკუპაციო მონიტორინგს. დღეს სწორედ მისგან შეიტყო საზოგადოებამ, რომ ოკუპანტები მუშაობენ ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთის მინდვრებში. ღობავენ ტერიტორიას, საუბარი სწორედ ამით დავიწყეთ. მოგესალმებით. ბუნებრივია ხო დავიწყოთ ღოღეთით. ღოღეთი არის ერთ-ერთი ის სოფელი, სადაც საოკუპაციო რეჟიმი აქტიურობს და აწარმოებს ბორდერიზაციას. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მალავს ინფორმაციას ასეთი შემთხვევების შესახებ და მხოლოდ რაც შემთხვევით ჩვენი პატრულირების დროს თუ გადავაწყდებით ამ პროცესს, აი მაშინ ხდება ამ შემთხვევების გასაჯაროება და ღოღეთიც ამჯერად ზუსტად ეს შემთხვევა არის, რომ ჩვენ შემთხვევით გადავაწყდით. თუმცა ღოღეთს ჩვენ უკვე მარტიდან ვაფიქსირებთ იქ გააქტიურებას საოკუპაციო ძალების და მაშინვე დავდეთ სტატუსი და გავავრცელეთ ამბავი, რომ იქ დაიწყო შეღობის პროცესი. თუმცა ეხლა უკვე კიდევ უფრო გააქტიურებული არის, ჩვენ დავაფიქსირეთ მათი აქტიური მუშაობა და მინდა აღვნიშნო, რომ რუსები მუშაობენ სრულ კომფორტში. იქ ვერ ნახავთ სამწუხაროდ არა თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელს, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დიდად არ ადარდებთ ეს საკითხი. პოლიციელები არ არიან იქ. ანუ რუსები გამოდიან ჩვეულებრივად მშვიდად წყნარად, მუშაობენ ისე ღიღინით, ესე ვთქვათ, და ხელის შემშლელი არავინ გახლავთ. რატომ ხდება ეს? ეს ხდება ზუსტად იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უქმნის მაქსიმალურ კომფორტს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ეს არის ხელწერა ამ კოდს, ნაკრების, რომელიც წლების განმავლობაში რუსებთან ფაქტობრივ კოლაბორაციაში არის და თუ მიუბრუნდებით ახლა ჩორჩანას საკითხს, ჩორჩანა ფაქტობრივად ამ მრავალი წლის განმავლობაში, უკვე 13 წელია, ხო, ეს ბანდა ხელისუფლებაშია. ჩორჩანის შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ სცადა გარკვეული უხერხულობის და დისკომფორტის შექმნა. ჩორჩანაზე არაერთი კითხვა გვექნება, თქვენ ემხრობოდით იქ საგუშაგოს გახსნას და ეფექტიან მოქმედებას იქ ქართველი სამართალდამცველების და პატრულირების. აი რა მოხდა, როდესაც დღეს 6 წლის თავზე ეს კითხვები გაჩნდა და დასვა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, სინამდვილეში ვინ იცოდა, ვინ იყო საქმის კურსში გომელაურმა, მის საჩვენებად თქვენ ნახავდით ამას და როდესაც გახარია ამბობს, რომ ამის შესახებ ყველა უწყება საქმის კურსში იყო და გაფრთხილებული იყო, გამოდის, რომ გომელაური ერთი სხვა დანაშაულის თანამონაწილე, ანუ შეუტყობინებლობის და თანამონაწილე იყო, ხო? აი რას გეუბნებათ თქვენ ეს საქმე ამდენი წლის შემდეგ გამოძიება დაწყებული? კი ბატონო, დავიწყებ იქედან, რომ 2019 წლის იანვარში, წლის დასაწყისში, ჩვენ მაშინ ატოცში ვიყავით დაბანაკებულები. გავიგეთ ერთი ამბავი, რომ ადგილობრივი მონადირე, კოდის მაცხოვრებელი რუსებმა ჩორჩანა წაღულის ტყეში დაიჭირეს, წაართვეს იარაღი და გამოუშვეს, მაგრამ დააბარეს, რომ აქ აღარ შემოხვიდე, ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, კონტროლირებადი ტერიტორია. ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს არის ის ტერიტორია, რომელიც არ შედის და არ შედიოდა არასოდეს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და არ შედიოდა 2008 წლის ომის შედეგებში. ანუ ეს ტერიტორია არის ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ
გართმდებარე. ხომ, ანუ ოკუპაციასაც თავისი წესი აქვს და რუსებმა 2008 წლის ომის შედეგებით მოხაზეს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვარი. ანუ მას იმის გარეთ მდებარე ტერიტორია ჩვენი კონტროლირებადი ასე ვთქვათ ლოკაცია გახლავთ, ხო? და ზუსტად ჩვენს კონტროლირებად მხარეს მოხდა აი ამ კოდელი მონადირის დაკავება და უთხრეს რომ მოკლედ გადაეცი ადგილობრივებს აქ ცხვირი აღარ შემოხდა. ჩვენ ეს ამბავი გავიგეთ და შევედით იმ ადგილების სანახავად და ამ ბიჭმაც გვითხრა რომ ნიშნულები დაუნახავს სადღაც შეღებილი ხეები, მარკირებული ხეები. ჩვენ შევედით როგორც კი ეს ამბავი გავიგეთ, შევედით ტყეში, ვიპოვეთ ეს ნიშნულები, ავიღეთ GPS კოორდინატები და ბუნებრივია შევეცადეთ რომ საზოგადოების და შესაბამისი სტრუქტურების ყურადღება მიგვეპყრო ამ რომელია შესაბამისი სტრუქტურები, ანუ შესაბამისი სტრუქტურები ჩვენ მაშინ გვიწევდა აქტიური ასე ვთქვათ კომუნიკაცია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე სუსთან და ბუნებრივია ორივე ხელმძღვანელი იმ დროს იყო ვახტანგ გომელაური. იყო ვახტანგ გომელაური. ამიტომ აქედან რომ მინდა ვთქვა რომ წარმოუდგენელია რომ გომელაურს არ სცოდნოდა რა ხდებოდა ჩორჩანის ტყეში. პირველი რეაქცია იყო რომ მაქსიმალურად დაგვრცინეს, მოგვისიეს ტროლები და შეეცადნენ დავერწმუნებინეთ გულისხმობ ძალოვან სტრუქტურებს და მაქსიმალურად შეეცადნენ და დავერწმუნეთ იმაში რომ ეს მონიშნები გააკეთეს მეტყევებმა ვიღაცამ ცუდად იხუმრა და მოკლედ მე აღარ ვილაპარაკებ ტროლების ასე ვთქვათ აკოთებულ Facebook სივრცეზე სადაც ჩვენ გვაბრალებდნენ რომ თურმე ჩვენ ვღებავდით ამ ხეებს და ტროლებს ძალიან გაურთულდათ საქმე, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნაშენები პროპაგანდა სრულებით ამოაყირავა, იმიტომ რომ არწმუნებდნენ საზოგადოებას ივანიშვილის ძალაუფლებაში ყოფნისას ტერიტორიები არ დაგვიკარგავს. ახლა პირიქით ამბობენ ამ ყველაფერს, ხო? თქვენ ტროლებს გიცევდნენ, როდესაც ამას ამბობდით. ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელეთ აქტიურობა და კიდევ უფრო მეტი ნიშნული ვიპოვეთ, შევქმნით რუკა, ვავრცელებდით პოსტებს, საუბრობთ ამაზე და ნუ საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ სადღაც მაისი, ივნისში ჩვენს ასე ვთქვათ კულუარულად შევიტყვეთ, ანუ იქ უკვე საუბრობდნენ თვითონ პოლიციელები ერთმანეთში, რომ მალე იგეგმებოდა საგუშაგოების ჩადგმა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო სამოქალაქო სექტორის და აქტივისტების, რომ აუცილებლად უნდა ჩამდგარიყო საგუშაგოები იქ, რათა დაეცვათ ის უკვე მონიშნული ტერიტორია, რომელსაც რუსებმა დაუმიზნეს. და მე უკვე აქედან ამ გადმოსახედიდან შემიძლია ორ ნაწილად გავყო ჩემი შეფასება საგუშაგოების ჩადგმასთან დაკავშირებით. პრინციპულად ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, მით უმეტეს რომ ეს საგუშაგოები ჩაიდგა ტალკის საბადოებზე, რითაც მოხდა ტალკის სტრატეგიული მნიშვნელობის საბადოების დაცვა. შეგახსენებთ რომ ეს ტალკის საბადოები ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი მარაგი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეს რამდენიმე საბადო და ჩვენ ვიცოდით რომ ამ საბადოსაც უმიზნებდნენ რუსი ოკუპანტები, ყველაფერთან ერთად ჩინელი ინვესტორებიც ყავდათ ჩამოყვანილები, რომლებიც აპირებდნენ ამ საბადოების ამუშავებას მას შემდეგ, რაც რუსები ამ საბადოებს წაგვართმევდნენ. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არასრული, იმიტომ რომ ამ სამი საგუშაგოს გარდა, რომელიც ჩადგა ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურამ, უნდა ჩამდგარიყო კიდე მინიმუმ 2 საგუშაგო. იმ ადგილას, სადაც დღეს რუსები არიან შემოჭრილები და სადაც მათ აქვს დაყენებული ახლა უკვე საგუშაგო და ის ტერიტორიაც გადარჩებოდა. თუმცა პრინციპულად კიდევ ერთხელ ხას უსვამს, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ასეც უნდა მოქცეულიყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის ტერიტორიებს. გომელაურის გარდა კიდევ ვის შეიძლება სწოდნოდა, აი გამოკითხვაზე საკმაოდ აქტიურად იბარებენ ისეთ პირებს, ვისაც მთავრობის სხვა წევრებთან აქვს შემხებლობა, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, იმდროინდელი პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი, აი ვინ შეიძლება კიდე იცოდეს
ცოდნოდა იმ პერიოდში თანხმობა გაეცა, შეთანხმების მონაწილე ყოფილიყო, რადგან ახლა ამას სადავოწყვეტენ 6 წლის შემდეგ. არ ვიცი ახლა ასე ვთქვათ, სტრუქტურულად ჩათვალეთ სამხარეოს უფროსები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ საქმის კურსში თავისი მოადგილეებით, თავისი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებით და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ძალოვან სტრუქტურებში ყველას უნდა სცოდნოდა წესით ხელმძღვანელ რგოლებს გულისხმობ პირველ რიგში ბუნებრივია, ასე რომ ეს არის ახლა ტყუილი საუბარი, რომ გომელაურმა არ იცოდა, იქ რაღაცა ვერ შეათანხმეს, აბსოლუტურად ასე ვთქვათ, ყველა იყო საქმის კურსში. მეცაც გეტყვით, რომ პოლიციელების დონეზეც კი, ხო, ანუ რიგითების თუ უმცროსი ოფიცრების დონეზეც კი ეს ამბავი გავრცელებული იყო და ყველა მიცოდა და ყველას სამართლიანათაც გვიხაროდა და გვინდოდა რომ ეს საგუშაგოები ჩამდგარდა. და თუ გომელაურს დანაშაული ეგონა, გამოდის რომ 6 წელი მალავდა ამ დანაშაულს? ბუნებრივია ხა გომელაურს დანაშაული არ ეგონა, ეს მაშინაც სწორი გადაწყვეტილება იყო და დღევანდელი გადმოსახედიდანაც არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. მე ვერავინ ვერ დამაბრალებს გახარიას ადვოკატობას და მის ვექილობას და მეთანხმებით მის დროს მოხდა ჩემზე ორგანიზებული თავდასხმები ოკუპაციის ხაზთან და მის დროს მასამართლებდნენ იმიტომ რომ მე ამ თავდასხმებისგან თავი დავიცავი, ასე რომ მის მიმართ არანაირი სენტიმენტები მე არ გამაჩნია, მაგრამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში და პლუს ამას ჩემი დამოკიდებულება გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია და გახარია ჩემთვის ერთ-ერთ შემოქმედად რჩება ამ გავრილოვის ღამის ბუნებრივია. მაგრამ თუ საუბრობთ ჩორჩანაზე, მე ვთვლი რომ ეს იყო ამ 13 წლის განმავლობაში ალბათ ერთადერთი ყველაზე პრინციპული და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში გახარიამ. აი ახლა ქართული ოცნების მიზანი რა არის, როგორც ვფიქრობ, სწორედ გადაწყვეტილება გახარიას გასამართლების მცდელობა. თუ მან ეს გადაწყვეტილება პიროვნულად მიიღო, ძალიან სწორიც გაუკეთებია. რაც შეეხება მიზანს, ხო, მაგ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი, ახლა ყველაზე მეტად გავრცელებული ვერსია არის, რომ ცდილობს ეს რეჟიმი დაიჭიროს გახარია ან მოახდინოს მასზე ზეწოლა იმისთვის, რომ ის აუცილებლად შევიდეს ამ თვითმმართველობის არჩევნებში, რასაც ჩვენ ყველანი ვეწინააღმდეგებით. ხოლო ჩემი მოსაზრება არის ის, რომ ვინაიდან რუსებისთვის ჩორჩანის საკითხი დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრიორიტეტად, IPRM-ის შეხვედრებზე ეს საკითხი პრიორიტეტულად ყველა შეხვედრაზე 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ყველა შეხვედრაზე დგება ეს საკითხი, სადაც ისინი ითხოვენ ამ ჩვენი საგუშაგოების მოშლას. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი დადგმული არის იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რუსებს გაუკეთონ საჩუქარი, მოშალონ, მოახდინონ ასე ვთქვათ აი ამ საგუშაგოების ასე ვთქვათ დეინსტალაცია და გადასცენ რუსებს. ბუნებრივია ამ საგუშაგოებს რომ მოშლიან, რუსები თავის საგუშაგოებს არ გაიყვანენ. ხო ამაზე ჩვენ თანხმდებით და ამას მე მგონი არც კამათი უნდა და არც ამას საუბარი. ერთი ძალიან კაფეო რამ მინდა მაყურებელმა იცოდეს, აი საგუშაგოების გაუქმებაზე, როდესაც ვსაუბრობთ. ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა მათი ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისშივე იყო საგუშაგოების გაუქმება. რამდენიმე ათეულობით საგუშაგო გააუქმეს მათ მართლაც ორივე საოკუპაციო ხაზთან და მოდით უთხრათ მაყურებელს, რეალურად რას უზრუნველყოფდა ეს პოსტები და მოხდებოდა თუ არა იგივე 402-ას მკვლელობა, ან გიგნტურის მკვლელობა, იქ რომ ყოფილიყო პატრულირება, იქ რომ ყოფილიყო საგუშაგოები 402-ას, იმიტომ ვიხსენებ, რომ სწორედ იქ მოკლეს, ანუ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ადრე იდგა საგუშაგო. თუ ვცდები ჩემი სწორედ. საგუშაგოების მოშლა არის რუსებისთვის კომფორტის ზონის გაფართოვება, რომელიც მათ ისედაც შექმნილი აქვთ. მე შეგახსენებთ, რომ იმ 4 რეგიონიდან, რომელიც ესაზღვრება ოკუპაციის ხაზს, მხოლოდ და მხოლოდ შიდა ქართლში არის საგუშაგოები. მცხეთა-მთიანეთი, ზემო იმერეთი, ზემო რაჭა აბსოლუტურად მიტოვებული არის და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ ოძიში და პერევში დგანან, ისიც
იმიტომ რომ იქ არის გაკეთებული საკონტროლო გამშვები პუნქტები, ასე ვთქვათ, მათთვის ვინც გადადის და ცხოვრობს და აქვს საბუთი რომ იცხოვროს, ანუ ახალგორის მაცხოვრებლებისთვის ძირითადად. ხოლო დანარჩენ ადგილებში ერთი შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლოს ვერ ნახავთ, რომელსაც ევალება ჩვენი ტერიტორიების დაცვა. ეს ყველამ უნდა იცოდეს და კარგად გაითავისოს, რომ ქართული ოცნება არის ის ძალაუფლება და ის ძალა, რომელიც რუსებისთვის აკეთებს ყველაფერს, რათა მათ კომფორტის ზონა ქონდეთ შენარჩუნებული. ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით 2012 წელს საგუშაგო რომელიც ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ძალიან ღირსეულმა მებრძოლმა და მეომარმა მეშინია მისი სახელის და გვარის დასახელება ახლა როზედმეტი პრობლემა არ შეუქმნა. მოკლედ მისი ძალისხმევით სოფელ მერეთან მოხდა საგუშაგოს დაახლოებით 500 მეტრი წინ გადაწევა 2010 წელს. 2012 წელს როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, მოხდა მისი დაბარება და კითხეს რომ ეს შენ გადაწიო საგუშაგო წინო. მე გადავწიო ხო და მოკლედ უკან უნდა დააბრუნო სადაც იყო. არ დავაბრუნებ ხო და მოკლედ გააგდეს სტრუქტურიდან და 1-40 კაციც მიაყოლეს უკან. ანუ რისი თქვა მინდა? იქ სადაც ჩვენ წინ მივიცეთ, სადაც რაღაცა პროგრესი გვაქვს, იქაც კი ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ კონკრეტული სიცოცხლეების გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა ეს საგუშაგო თელს პერიმეტრზე უნდა იყოს. თელს პერიმეტრზე უნდა იყოს ყველგან, რათა მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაცვა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არც გიგა 4-2-ია მოკვდებოდა, არც ირაკლი კვარაცხელია დაიღუპებოდა და გადარჩედა გენადი ბესტაევის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა სიცოცხლეებიც გადარჩებოდა. მაგრამ ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა კომფორტის ზონები შეუქმნას და არსებული კი გაუფართოვოს ოკუპაციო რეჟიმს. როგორ ფიქრობ დაიჭერენ გახარიას აი ამაზე გვიპასუხეთ ბოლოს? ძალიან მიჭირს თქმა, მე უფრო მჯერა რომ ეს ყველაფერი სპექტაკლი დაიდგა იმისთვის, რომ რუსებს გადასცენ ჩორჩანა. თუმცა გახარიას დაჭერაც არ არის გამორიცხული. დიდი მადლობა. მადლობა თქვენი დროისთვის.